გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმისედაშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასევე კარებს მედლაინის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დავით ელგანდაშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ნაყუყენჭოვანი დაავადებები და მოდით ბატონო დავით დავიწყოთ საუბარი ზოგადად რა ფუნქცია აქვს ნაღლის ბუშტს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი საჭმლის მომნელებელი სისტემაში. პირველ რიგში მოგესალმებით, ხარული ვარ რომ ვარ თქვენი გადაცემის სტუმარი, ყურებდი გულშემატკივრო თქვენ გადაცემას და ძალიან გამიხარდა რომ დამპატიჟეთ. მე შევეცდები რომ მაქსიმალურად მოვახდინო არასამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენება, რომ ხალხისთვის უფრო გასაგები გახდეს. ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა ჩვენი პოპულაციის პირობებში, რომ არსებობენ ეთნოსები, რომელსაც ნაღლის ბუშტის პრობლემები ფაქტობრივად არ აქვთ. ეს დამოკიდებულია მათ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ ჭამის სტილზე და ასე შემდეგ, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ ქართველებისთვის საქართველოში ცხოვრები მოსახლეობისთვის ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა. დავიწყებთ მოკლედ ექსკურსს გავაკეთებ, რა არის თვითონ ეს ნაღველი. ნაღველი ბევრს გონი არასამედიცინო განათლების მქონე მოსახლეობას, რომ ეს ნაღლის ბუშტის მიერ გამომუშავებული სითხეა, ეს ასე არ არის. ნაღველს თვითონ როგორც ნივთიერებას გამოიმუშავებს ღვიძლი. ღვიძლი არის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომელიც შედგება მრავალი მილიარდობით პატარა უჯრედისგან, რომელიც ქმნის მთლიანეს პარენქიმულ სტრუქტურას და ეს ნაღველი წვეთ-წვეთად წარმოვიდგინოთ, როგორც ხის ფესვები, გროვდება ერთ მთლიან სადინარში, რომელიც მარჯვენა და მარცხენა წილებისგან კრებს ამ ნაღლის სითხეს და მიზანი არის ამ სადინრის, რომ ნაღველი ჩაიტანოს ღვიძლიდან ნაწლავში, რომელიც არის კუჭიდან პირველივე ნაწლავის დასაწყისი, ანუ 12 ნაწლავი. ნაღველთან ერთად ამ სადინარს სფინქტერი არის კუნთოვანი ბოჭკოებისგან შემდგარი მომჭერი რგოლი, რომელიც არეგულირებს ჩვენდაუნებურად ნაღლის დაცლა ჩაკეტვას და ამავე სფინქტერთან კავშირშია პანკრეასის, ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარიც, რომლებიც ერთად იხსნებიან და ეს ნაღლის წვენი, ნაღველი და პანკრეასის წვენი ერთად ჩაიღვრება 12 ნაწლავში. 12 ნაწლავში ამავე დროს შემოდის კუჭის მიერ გადამუშავებული კვეს საჭმელი, რომელიც მანამდე დამუშავებულია კუჭის წვენით, დაბლენდერებულია, ასე ვთქვათ, და მექანიკურად არის ფაფის კონსისტენციის. ნაღლის პირველივე ფუნქცია შერევისთანავე არის, რომ გაანეიტრალოს კუჭში არსებული მჟავე გარემო, იმიტომ რომ იქ მარილმჟავაა. ასევე ახდენს დეზინფექციას, ანუ ანეიტრალებს ინფექციურ მაქსიმალურად კლავს ინფექციას, თვითონ ნაღლის წვენი და აქტივებს პანკრეასის მიერ გადმოსროლილ წვენს. იქ არის ლიპაზა, ამილაზა და კიდევ სხვა ფერმენტები, რომლებიც ნაღლის გარეშე და ტუტე გარემოს შექმნის გარეშე ფაქტიურად არ ფუნქციონირებს და ხარჯვის მონელების შემდგომი ეტაპი, რაც გულისხმობს ნაწლავში გადასვლას და მერე უკვე იქ ნაწლავის მიერ ჯერ გადამუშავებას, შემდეგ შეწოვის პროცესს შეაფერხებს. ამიტომ ეს ნაღლის ბუშტი, როგორც ასეთი, წარმოადგენს ამ გზად არსებულ კონტეინერს, რეზერვუარს, შემკრებ დაახლოებით ნორმალურად გართულების გარეშე არის 40-60 მილიგრამი. კუნთოვანი ორგანოა, როგორც წარმოვიდგინოთ, როგორც ბუშტი, ჰაერის ბუშტი, პატარა წვრილი სადინრით, რომელიც დიამეტრი სადღაც მილიმეტრებშია, 5-6 არც 4-5 მილიმეტრი და თვითონ ნაღლის ბუშტის ფუძე და ყელი უფრო ფართოა. ამ თვითონ თვისებრივად და შეერთების მხრივ ძალიან ბევრი ანატომიური ვარიაცია არსებობს. არის ნაკეციანი ნაღლის ბუშტი, არის
აღწერილი შემთხვევები ნაღლის ბუშტი ორი სადინრით, თვითონ სადინრის შეერთების მხრივ უკნიდან, წინიდან ორი სადინრით მეტით და ძალიან ბევრი ანატომიური ვარიაცია, რომელიც ითვლება ნორმად და არ ითვლება რამე გართულებად. ამიტომ ეს ინდივიდუალურია, ყველა პაციენტს არ აქვს როგორც თქვათ კბილების თანწყობა ან სხვა ორგანოების თანწყობა, ესე ნაღლის ბუშტი ძალიან ინდივიდუალურია და ყველა პაციენტში ოპერაციების დროს თითქმის არ მეორდება ანატომიური სტრუქტურა ნაღლის ბუშტის. ნაღველი ჩამოდის სადინარში, როცა მშიერია პაციენტი, ეს ნაღველი გროვდება, ნაღლის ბუშტი უფრო აკონცენტრირებს და ასქელებს, ბლანტი ხდება უფრო ნაღველი და საჭიროების შემთხვევაში რას გულისხმობს, რომ როდესაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმიან საკვებს, ტყბილს, მწარეს, ჟავეს და ასე ვთქვათ, უფრო არადიეტურ საკვებს, ორგანიზმს სჭირდება მეტი ნაღველი უფრო, ვიდრე არის იმ სადინარში, რომელიც ღვიძლსა და ნაწლავს შორის არსებობს. ამიტომ ჩვენი პარასიმპათიკური სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩვენ ქერქზე, ანუ ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული, მიდის იქ სიგნალი, რომ ორგანიზმს სჭირდება მეტი ნაღველი, სიგნალი ახდენს ნაღლის ბუშტის კუნთების შეკუმშვას და ეს დაგროვილი ნაღველი გამზადებული ამ საკვების მოსანელებად ჩაექცევა თორმოყოჯა ნაწლავში და უკვე იწყება პროცესი. ეხლა რა ხდება, როცა ხდება ეს ყველაფერი, როცა არის ნორმა. მაგრამ ორგანიზმი, ჩვენი ცხოვრების წესი, გენეტიკური ფაქტორი, სხვადასხვა კვებით რაციონში შემადგენელი ცხიმების რაოდენობა და სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, ეს იწვევს ამ ნაღლის ბუშტში სხვადასხვა კონცენტრაციის კენჭის წარმოქმნას. კენჭი გონია ხალხო უცვლელად ჩდება, იმიტომ რომ არის ასიმპტომური, რომელიც არ იწვევს ტკივილს, არ იწვევს შეტევას და საიდან გამჩნდა პაციენტები მოსვლა და აქამდე არ მაწუხებდა, პატარა დისკომფორტს გრძნობდი, მეგონა კუჭი იყო, მეგონა გული იყო, მეგონა ნაწლავები იყო, მაგრამ უცებ აღმოჩნდა კენჭი, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ზომის არის, ან მრავლობითია და ესე წლობით ხდება ამ კენჭის ჩამოყალიბება. ჩვენთან მეტნაკლებად ეხლა შეიძლება უფრო განვითარდა ეს კულტურა, რომ მივიდეთ თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ გეგმიური კვლევა, სკრინინგი ჩავიტაროთ. ამიტომ მოდი მივდივართ ექიმთან, როდესაც გვაქვს შეტევა. ტკივილი, შეტევით ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არის, იმიტომ რომ ღვიძლი და ნაღლის ბუშტი მარჯვნივ ნეკნები რომ თავდება ის ფერდქვეშა არის მაგას ვეძახით, იქ ლოკალიზდება. ამიტომ ტკივილი, ანუ კენჭის მექანიკური ფაქტორით ნაღლის სადინრის დაცლის შეფერხება იძლევა იქაური ნერვული ბოჭკოების გაღიზიანებას და ტკივილს, რომელიც ძალიან ისეთი მკვეთრია, გადაეცემა ბედში, უკანა მხარეს ან ხერხემლის მიმართულებით, იძლევა გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ პირღებინებას, ანთება მოყვება ამ ყველაფერს და იწვევს ტემპერატურის მატებას, სისხლში ანთებითი მაჩვენებლები მატულობს. ამიტომ გადაეცემა ეს ირადიაციას განიცდის ეპიგასტრიუმში, ანუ კუჭის და გულის მხარეს და პაციენტი ხვდება უფრო არა ქირურგიულ განყოფილებაში, ან თერაპიულში, ან ხვდება კარდიოლოგთან, ხვდება ხერხემლის ან რაღაც ნევროლოგთან, ამიტომ იკარგება დრო. პირველ რიგში ეს პრობლემა მაინც არის სადიაგნოსტიკო სწორედ. დროულად და მერე უკვე დაიგეგმოს მიმართულება კუნალობის ტაქტიკის. შეიძლება შემდეგ კითხვაზე გადასვლაც. სიმპტომებზე რომ გვესაუბროთ ბატონო დავით, როგორ შეიძლება დროულად ამოვიცნოთ ნაღლის ბუშტის დაავადებები? პირველი რაც იწვევს ექიმთან მისვლის მიზეზი არის ტკივილი, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება, ზოგი ამბობს პირში მწარე გემოს, რაღაც ესეთი არასასიამოვნო სუნის გამოყოფას, აი ლაკე კვერცხის მსგავსი, ესე უკავშირებენ ხოლმე პაციენტები. ასევე ეს თან ერთვის ხოლმე კუჭ-ნაწლავის სისტემის დააკავშირებას, შებერვა, გაზების დაგროვება, მუცელში მოვლითი ხასიათის ტკივილი და ესეთი უფრო ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.
გადაცემით უკანა მხარეს ბედში უფრო მარჯვნივ, ან კისრის უკან, ან ფერდქვეშა მიდამოში და აი გულისრევის შეგრძნება, მუდმივი და დისკომფორტი. რომელიც უფრო უკავშირებენ აფიქსირებს პაციენტი გამოკითხვისას ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. მშიარზე ნაკლები აქვთ ტკივილი, მაგრამ ზოგჯერ დიეტური საკვების მიღების დროსაც აქვთ იგივე დისკომფორტი. სადიაგნოსტიკო მეთოდებზე რომ გადავიდეთ ბატონო დავით, რომელი კვლევებია ყველაზე ეფექტური ნაღლის ბუშტის კენჭების გამოსავლენად? კი ბატონო, მოგახსენებთ, ისეთი ორგანოა და რომელსაც წინ არაფერი არ ეფარება, ანუ კვლევისთვის საკმაოდ ადვილად დასადგენი არ ჭირდება მაღალკვალიფიციური ტექნოლოგიურად რაღაც დახვეწილი და უფრო მაღალი კვლევის ჩატარება, მარტივი ულტრაბგერითი, ანუ ექოსკოპიური კვლევა სავსებით საკმარისია რომ დადგინდეს ნაღლის ბუშში გვაქვს მექანიკური ფაქტორი ამ ტკივილების მიზეზის თუ არა გვაქვს. ულტრაბგერით გამოკვლევის დროს პაციენტი უნდა იყოს მშიერი. მშიერი ნიშნავს რომ ნაღლის ბუშტი არ უნდა იყოს დაცლილი, ანუ კეთდება ძირითადად დილის საათებში узმოთ და ხდება ნაღლის ბუშტის არა მარტო კენჭის არსებობის არ არსებობის, არამედ მისი სტრუქტურის შეფასება, მისი კედლების სისქის დადგენა, ნაღლის კონცენტრაციის განსაზღვრა, შეგუბებულია, შემღვრეულია, მასში არსებობს ნალექი, კონკრეტის რაოდენობაც ზოგჯერ გამოცდილი ექოსკოპისტი ითვლის რამდენია, მათ ფორმას ზომავს და ასევე იზომება ამ ნაღლის ბუშტის შეერთება ძირითად სადინართან, არის თუ არა იქ გადავარდნილი, რომელიც ერთ-ერთი გართულებად ითვლება, ეს საყოზავისებური მასა თუ ნალექი თუ ის ლარჯი, ან კენჭი თუ არის გადავარდნილი ძირითად სადინარში. ანუ კომპლექსურად ეკოლოგიური კვლევით ხდება ამ ყველაფრის დადადგმა. თუ არის იქ ეჭვი რომ ეფარება ნაწლავი, თქვათ არ არის კარგი ხედვა, არის არაკონტრასტული ეკოლოგიურად, ანუ ქოლესტერინული რბილი, ესე ვთქვათ, ჭყალებში კენჭები, რომელიც ეკოსიგნალს ბოლომდე არ ახშობს და ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ჩდილს არ იძლევა, მაშინ გვაქვს შემდგომი დამატებით უფრო ღრმა კვლევა MRT ან კატ კვლევა, MRT ანუ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, როდესაც პაციენტის მთლიანი სანაღვლე გზების გამოსახულება ხდება მიღება მაგნიტური ველის შექმნით და თავის შეერთებით ნაღვიზლის მთელი სტრუქტურა ისახება თავის სადინრებით და ნაწლავთან შეერთების მომენტამდე. ეს უფრო მაღალკვალიფიციური კვლევად ითვლება, უბრალოდ რადგან პირველადი რიგის კვლევა არის ეკოლოგიური, უფრო ხშირად ტარდება და თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევაა, გადავარდნილ კენჭზე არის ეჭვი, რამე სხვა ორგანო ან ოპერაციები მიდამო ეფარება და ვიზუალურად არ ქმნის კარგ სურათს და რაღაც ეჭვის მომენტი იქნება, მაშინ მოყეთებთ ულტრაბგერით მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ან კატ კვლევას, მაგრამ უფრო მაგნიტურ-რეზონანსული ჭირდება კონტრასტირებით, კატ კონტრასტირებით და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა MRT-ზე ამ სამონო გზების. და ამ ყველაფრის შემდეგ ბატონო დავით, რა შემთხვევაშია აუცილებელი ქირურგიული ჩარევა? თავდაპირველად ხა ყველას ქირურგიის ეშინია, მაგრამ ეს ისეთი მიმართულებაა, როდესაც ქირურგია არის ჩვენება, როცა გვაქვს მექანიკური დაბკოლება. თავიდან ქირურგებს, არსებობს დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ 4 ტიპის ნაღლის ბუშტის პათოლოგია. ანუ უკენჭო ქრონიკული და მწვავე და კენჭით ქრონიკული და მწვავე. იმიტომ რომ დაავადება ისეთი მიმდინარეობს, რომ ხშირად ხდება მისი ქრონიკულ მდგომარეობაში გადაყვანა. პაციენტი აკითხავს ძირითადად მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ინახება ეკოლოგიური გამოკვლევით, რომ არ არის კენჭი და მაინც ჯერ იწყება თერაპიული მკურნალობა. თერაპიულ მკურნალობაში იგულისხმება ანტიბიოტიკოთერაპია, დიეტა, ნაღმდენი საშუალებები, როდესაც არ გვაქვს კენჭი. როცა გვაქვს კენჭი, ან არის ის პაციენტმა, რომ კენჭი აქვს და იწყებს მეზობლის ან ვინმე ახლობლის რჩევით ნაღმდენი პრეპარატების ან რამე ისეთი საშუალების მიღებას, საოჯახო საშუალების, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა, ეს არის დანაშაული პირდაპირ მინდა თქვა, იმიტომ რომ ის კენჭი დაიძვრება, უფრო გაიჭედება იმ წვრილ სადინარში და უფრო მეტ გართულებას გამოიწვევს. ამიტომ ჯერ უნდა მოხდეს დიაგნოსტის დასმა, თუ გვაქვს იქ მექანიკური კენჭი, სილაც რო იყოს ან პატარა წვრილი სილის
კონსისტენციის მაგვარი წარმონაქმნი ნაღვდენის აქტიურად დანიშვნა იქ არ შეიძლება. ხდება სპაზმოლიტიკური საშუალების, ანუ სპაზმის მოხსნელი, რომ ეს ქვა თუ არის გადავარდეს ისე ნაღვლის ბუშტის ფუძეში და მოერწყას პაციენტს ტკივილი. თუ დაექვემდებარა რა მედიკამენტურ მკურნალობას, მაშინ ვარჩევთ პერიოდს გეგმილი ოპერაციის ჩასატარებლად. როცა გვაქვს კენჭები. თუ კენჭები არ აგვაქვს, მაშინ შეიძლება პაციენტმა შეუწყოს ხელი თავის ორგანიზმს და გადარჩეს ოპერაციულ ჩარევას, იმიტომ რომ მაინც ორგანოა, მაინც რეზერვუარია, ბიოლოგიური სტრუქტურაა და თუ შევინარჩუნებთ და ჩივლებს და გართულებებს არ გამოიწვევს, ასე მანდატორულად რომ ვეცეთ დამოვიღოთ, არც წესიერ ქირურგს, ნორმალურ რომელიც აზროვნებს, არ ურჩევს რომ პირდაპირ მოიცილოს, როცა არ არის კენჭი. თუ კენჭი გვაქვს, იქ უბრალოდ შესარჩევია ოპტიმალური დრო. მომზადება პაციენტის გადაყვანა მწვავე მდგომარეობის ქრონიკულში, იმიტომ რომ გამოსავალი და რეაბილიტაცია პოსტოპერაციული ოპერაციის შემდგომ უფრო კეთილსაიმედოა, როდესაც პაციენტი მომზადებულია და ასევე საოპერაციო გუნდის მომზადებულია, პაციენტი გამოკვლეულია, გადაუდებელი ოპერაციაც კეთდება, თავისთავად არ არის ისეთი, როცა გვაქვს პერიტონიტი, გამონაჟონი, პერფორირებული ნავლის ბუშტი, ანუ გახრეტილი ამ ქვის გამო, ამიტომ შეჯერება ხდება კონსერვატიულ და თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას შორის. ჯერ ვიწყებთ ჩაცხრობას, მაინც ვცდით, გვირჩევნია ქირურგებსაც, რომ პაციენტი მომზადებული იყოს და ბუშტის მდგომარეობას ტექნიკურად გასაკეთებლად უფრო ადვილია, მაგრამ როცა არის გამოუვლე მდგომარეობა, ან არ არის ის საშუალება ახლო და დრო შეიძლება საზიანო გამოდგეს, მაშინ ვაკეთებთ გადაუდებელ სწრაფ ოპერაციას. და ლაპარასკოპიული ოპერაციის უპირატესობებზე რომ გვესაუბროთ, ბატონო დავით. კი ბატონო, ოპერაციული მკურნალობა ისტორიულად ეს ნავლის ბუშტის ოპერაცია საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა კონტინენტზე წარმატებით მიმდინარეობს. სადღაც საქართველოში 90-იან წლებში იყო მინიინვაზიური ქირურგიის პირველი ესეთი სასტარტო ცდელობები, რომელიც თავიდან ტექნიკური აღჭურვილობის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი საკმაოდ მაღალტექნიკური არარსებობის გამო შედარებით წავიდა ნელი ტემპით, მაგრამ ამ თანამედროვე პერიოდში განვითარდა როგორც აპარატურა, როგორც ტექნოლოგიური ბაზა, ასევე ქირურგთა კვალიფიკაცია ძალიან ამაღლდა, არა მარტო დედაქალაქში, მინდა თქვა რომ რაიონებში საკმაოდ კარგად კეთდება და ძალიან მინიმალურია ღია ოპერაციაზე გადასვლის რისკი და მაქსიმალურად ქირურგები ამთავრებენ ოპერაციას ჩვენი ქართული ნავლის ბუშტების მდგომარეობის და მიმართვიანობის დაგვიანების გათვალისწინებით, პაციენტთა მიმართვიანობის დაგვიანების გათვალისწინებით საკმაოდ რთული ბუშტებთან უწევთ ქართველ ქირურგებს შებრძოლება და საკმაოდ კარგად მიმდინარეობს ეს ოპერაციები. ლაპარასკოპია განსხვავებით ღია ოპერაციისგან, ტრადიციული ღია ოპერაციისგან, ოპერაციული ტექნიკა არ იცვლება, იგივე რჩება სანინდის გამოყოფა შეერთების წერტილიდან ნავლის ბუშტის შეერთებამდე, იქ რაღაც მილიმეტრებშია საუბარი, შემდეგ გამოყოფა ნავლის ბუშტის მკვლევავის სისძარღვის, არტერიის და ვენის, მათი გადაკლიპვა, სპეციალური კლიპები, რომელიც ძვირფასი მეტალის გამზადდება და ორგანებში მუდმივად რჩება. ხუმრობით შეგვიძლია თქვა, რომ შეგვხედრია ესეთი ძველი თაობის რენტგენოლოგები, რომელსაც უნახავთ ეს კლიპები შემდგომ ოპერაციის შემდგომ რამდენიმე წლის მერე და ერთმა უთხრა რაღაც კინაგიჭამიაო, ეთქობაო, ჩაქჩაო კუჩიო და ნუ ესეთი რაღაცა აღარ იქნება მომავალში, მაგრამ იმიტომ რომ ვიცოდეთ ეს მეტალის კლიპსები რენტგენოლოგიურად ჩანს. არ ახდენს გავლენას, ანუ მაგნიტურ რეზონანსულ კვლევაზე არა რენტგენო კონტრასტული, არა მაგნიტური ისა აქვს ქმედება და შეიძლება მაგნიტურ რეზონანსულ კვლევაში გამოვიყენოთ. ასევე შინიათ ხოლმე ქვარაანთებს
აეროპორტში მის გასვლის დროსო და ისიც არ არის საშიში. ამიტომ ეს კლიპსებით ხდება სადინრების გადაკვეთა და ღვიძლიდან ნაღლის ბუშტის მოცილება ხდება უფრო ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში. რაც არ უნდა ღია ჭრილობა იყოს ფართო და კარგი ხედვა, ანუ იყოს თხელი პაციენტი, გამხდარი, ნაკლებ კაკუშაცხვივის კონლი და ტექნიკურად არ იყოს სული, მაინც ვიზუალური ხედვა რაც შეეხება აი ქირურგის და იმ საოპერაციო ველის ლაპარასკოპიულში არის 40-ზე 60 ჯერ გადიდებული, განათებული ყველაფერი და ტექნიკურად რაიმე გამოპარვა ან ტექნიკური შეცნობის დაშვების ალბათობა, როცა ერთი და იგივე ქირურგი აკეთებს ორივე ტიპის ოპერაციას, ლაპარასკოპიულში გაცილებით ნაკლებია. ეს დადასტურებულია როგორც სოფლიო გამოცდილებით, რამდენი წელია საქართველოშიც ბევრი სტატია და ბევრი კვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით და საკმაოდ მინიმალურია უკვე გართულებები. თავიდან იყო კი ამას არ უარყოფ. მე აი პირველი ნაბიჯებს ვდგავდი ქირურგიაში და მაშინ მომიწია უცხოელებთან ერთად ქართველთა ბრიგადების ერთობლივი მუშაობის ნახვა და აი როგორც სადა დედამიწა ისე განსხვავდება ღია ოპერაცია, პოსტოპერაციული ტრამვის მხრივ, რეაბილიტაციის სისწრაფის მხრივ. პაციენტი 4-5 საათში ფეხზე დგება, თვითონ იწესრიგებს ჰიგიენურ პირობებს, ღებულობს წყალს, ტკივილი ძალიან მინიმალურია შედარებით ღია ოპერაციისგან, გართულებებიც თავისთავად საკმაოდ ნაკლებია ვიდრე ღია ოპერაციის დროს, პოსტოპერაციული თიაქარი, ჭრილობის ინფიცირება, სხვადასხვა დაზიანება, გემატომა, ღვიძლის უკმარისო ყველაფერი შემცირებულია, თითქმის განახევრებულია თუ მეტი არა. ლაპარასკოპიული ოპერაციები თანამედროვე სიტუაციაში კიდევ უფრო განვითარდა რობოტული ქირურგიის მხრივ. ჯერჯერობით საქართველოში ქირურგიული მიმართულებით რობოტული ქირურგია არ არის ისეთ განვითარებული, უფრო ჯერ უროლოგიური კუთხით არის განვითარებული, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აი უკვე თქვენი თაობა საქართველოში რობოტის იმას მოესწრება რობოტული ქირურგიის უკვე მუცლისგრუს მიმართულებით და წარმატებას გისურვებთ. ეხლა მე მქონდა რამდენიმე გამოცდილება ახლა უცხოეთში და ისიც ძალიან ისეთ ლაპარასკოპიის მედროკვე სხვა დონეა და სხვა ასე ვთქვათ ხარისხია. ამიტომ შიში ოპერაციის შემდგომი გართულების ყველა სადღაც ეშინია ანესთეზიის, ანუ ნარკოზის. ხა ეს ცოტა ბევრ ფაქტორს მოიცავს, მაგრამ რადგან მცირეა დრო ოპერაციის მსვლელობის, შესაბამისად მცირეა სანარკოზო ნივთიერება, რომელიც გამოიყენება და თავისთავად ნაკლებია გართულებები. ამიტომ ნაკლები ტრამვა, ნაკლები საერთოდ ფაქტობრივად კოსმეტიკური ეფექტი ჭრილობა მუცელზე მინიმალურია, ფაქტობრივად არ ჩანს. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ნაკლები დრო. 2 კვირა მსუბუქი დიეტა და პაციენტი ჩვეულებრივ საჭმელს და კვებას უბრუნდება. ქართველ კაცებს და არა მარტო მამაკაცებს აქვს პირველი კითხვა, როგორ შევძლებ ქართული ცხოვრების ცხოვრებას, ანუ დალევას, საკვების მიღებას, კეიფს. შესაბამისად, ეს კენჭებით 20-30 წელი არსებობა და ცხოვრება პირიქით უფრო სარისკო ვიდრე უნაღლის ბუშტო, რომელიც ფუნქცია დაკარგულია და აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ პირიქით უფრო კარგად იცხოვრებენ. რაც შეეხება პატარა გართულებები არის ხოლმე დაახლოებით 10 პაციენტიდან 2-ს მაინც აქვს ნაღლის ბუშტის მოცილების შემდეგ დისკომფორტი მონელების მხრივ. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ თვითონ იმ პაციენტის ღვიძლი სათანადოდ ვერ გადაერთო და იმდენ ნაღველს ვერ იმუშავებს, რომელიც საჭირო იყო მანამდე ოპერაციამდე. ამ შემთხვევაში უკვე მკურნალობაში ერთვება გასტროენტეროლოგი, ღვიძლის სპეციალისტი, ჰეპატოლოგი, რომლებიც პერიოდულად არ ჭირდება, რომ მუდმივად რაღაც მედიკამენტზე იყვნენ დამოკიდებული, კრეონის ტიპის ან ისეთი ფერმენტები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის პანკრეასის წვენის გააქტიურება მოხდეს, ხდება დანამატების სახით, ან ქიმიური, ან ბუნებრივ
ბაზაზე დამზადებული მიხმარება და საერთოდ იხსნება ეს პრობლემა. ამიტომ ესეთი პრობლემების გამო რაღაც 2-3 მედიკამენტის მიღების გამო თავის შეკავება ოპერაცია არ გაიკეთო, არ არის მას მე გიჩვენთ. დიახ. და საბოლოოდ ბატონო დავით ჩვენს მენელს რა რჩევებს მისცემთ იმისთვის რომ თავიდან აიცილონ ნაღლის ბუშტის კენჭები? კი ბატონო, მოსახლეობას მაინც სკრინინგისკენ მიუთითებ პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ ეს ისეთი სათქმელად ადვილია ჩვენი მარტო 2 საათის განმავლობაში საცობში გიწევს ყოფნა. ანუ თვითონ პაციენტებისთვის კვების რაციონის დაცვაც ძალიან ძნელია. სასურველია რომ იყოს დილით საუძმე, შემდეგ 3 საათში მივიღოთ ხილი, სადილი, ძირითადი ულფა მოიცავდეს 6 საათამდე პერიოდს, ძილამდე დავიტოვოთ 3 საათი ბოლო ჭამისთვის. ესეთი იდეალური სიტუაცია არავის არ აყვავს. ასევე სითხის რაოდენობა წყალი დაახლოებით ლიტრ-ნახევარი ზაფხულობით 2 ლიტრამდე უნდა მიიღოს ორგანიზმმა ჭამებს შორის პერიოდში, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გამოშვება და სითხე ნაწლავებში, სისხლი იყოს გათხელებული, არ მოხდეს კორტიზოლი, ბევრი ფაქტორი. მაგრამ მაქსიმალურად შევუწყოთ ჩვენი ამ კვების, ხა რას ვჭამთ, რა პროდუქტი შემოდის, ფასტ-ფუდები და ეს ცხიმში გაჯერებული საკვები, ტაფაზე გაცხელებულ ცხიმში, შემწვარი კარტოფილი, ეს ფრის რო ვეძახით, ხო? აი არა ბუნებრივად განთავდებული ცხიმები, რომლებიც გაცხელებით უფრო განიცდიან სტრუქტურის შესვლას და უჭირს ორგანიზმის მიმოცილება, აი ეს არის პირველი მავნებელი პროდუქტები. ტკბილი გვაძლევს უფრო მალე დანაყრების, მაგრამ საკმაოდ აკეთებს შაქრის დონის მატებას და ასევე ნავლის პრობლემების, ვიზის პრობლემების წარმოქმნას. ჯანსაღი ცხოვრების წესიც ძალიან რთულია ჩვენს რეალობაში, ძირითადად გვიწევს მჯდომარე სამუშაოს შესრულება, ეს ახდენს ნავლის ბუშტის არ დაცლას, დიდი ხანი გვიწევს მშიერი ყოფნა, ასევე ქალბატონებში არის რისკი ნავლის ბუშტის კენჭების გაჩენის ორსულობა, ძირითადად მაინც ქალების დაავადება თითვლება და ჭარბწონიანთა დაავადება თითვლება, ასევე ნამდვილოსნებს და მამაკაცებსაც დაიწყეს დიდხნიანი შუალედები, რომ იყვნენ მშიერი, ესე დიეტები შემოვიდა რატომღაც მოდაში, მაგრამ არ უჯერებენ ექიმებს, უჯერებენ მეზობლებს და ნათესავებს და ახლობლებს, მეგობრებს. ამ დროს ხდება ნავლის ბუშტის დიდი ხანი შეგუბებულ მდგომარეობაში გაჩერება. თორე საკვების მიღების გარეშე ნავლის ბუშტი თავისით არ დაიცლება. შეგუბებულ ნაველში ხდება გამოკრისტალება, მარილების, ქოლესტერინული შენების პიგმენტური მასალის და ხდება ნალექის, მერე ის ნალექი ხდება შეწებება, წვრილი დისპერსიული ნივთიერებები გროვდება და სილა ქვა და ან დიდი ქვა ერთი იქნება, ან ბევრი წვრილი. მივიდნენ ასევე ჩაიტარონ ახლა ბევრი პოლიკლინიკა გაიხსნა რაიონებშიც, ქალაქებშიც დადიან კონსულტაციაზე, ბევრი აქცია ტარდება, მიაკითხონ ქირურგს ეკოსკოპია. მარტივი არაინვაზიური, ნაკლებ ტოქსიური არც გამოსხივება აქვს, ულტრაბგერითი კვლევა, თვეში ერთხელ თუ ვერ მოახერხებენ, 6 თვეში მაინც, წელიწადში ერთხელ მაინც, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ნანახის სილა, ნალექი და ბუშტის ანთება, დროულად ჩატარებული სწორი კონსერვატული მკურნალობა ორგანიზმს შეუნარჩუნებთ. მით უმეტეს თუ გვაქვს გენეტიკური დატვირთვა, გქონდა დედას, ბებიას, იმიტომ რომ აღწერილია ასევე ბავშვთა ასაკში. მე პირადად ყოლია 6 წლის, 7 წლის პაციენტები, რომელსაც ჩამოყალიბებული კენჭი ჰქონდა და შეტევით მიაკითხეს პედიატრს. იმიტომ რომ ჰქონდა დედასაც, მამასაც, ბებიასაც და ეს გენეტიკური ფაქტორი თითქოს ბავშვი ხო იტყვი რომ არც ცხიმიანს ღებულობს ისეც, არც სასმელს ღებულობს, ასეთ შეტარებით წესიერად ცხოვრობს, მაგრამ მაინც ჩდება. ქონია ასევე 80, 82, 85 წლის პაციენტები, რომლებიც თითქმის საუკუნეზე მეტი, ნახევარ საუკუნეზე მეტი ატარებენ კენჭს და ადრე თუ ეშინოდათ ოპერაციის, იმიტომ რომ ღია ოპერაცია იყო, ახლა სავსებით რეაბილიტაცია საკმაოდ ადვილია. მეორე დღეს თუ ყველაფერი კარგად დაამთავრდა პაციენტი ეწერება ბინაზე, რეაბილიტაცია საკმაოდ ადვილია და
ვინმეს დახმარებას, სწორით რეჟიმს და ასეთ რაღაც განსაკუთრებულ სერვისს არ საჭიროებს. მინდა ასე ვთქვათ, კიდე დავამატო ამასთან ერთად სოციალურ მდგომარეობაში სოციალურად ფინანსდება ეს საყოველთაო დაზვერვის ფარგლებში. ეს ოპერაცია არ მოითხოვს განსაკუთრებულ დიდ თანხებს. ამისთვის უცხოეთში წასვლა და იქ აკეთება ოპერაციის საჭირო სამსავსებით რადგან არ არის, იმიტომ რომ 1520 ლარი ჯდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო ფასში ფინანსდება პედაგოგებისთვის და სოციალურ დაუცველებისთვის მთლიანად. პენსიონერებს უწევს რაღაც 200 ლარი დამატება და აი ფაქტობრივად არც ერთი ფაქტორი არ არის რომ რაღაც თავი შეიკავოთ თვითონ დაიტანჯოთ ტკივილისგან, დისკომფორტისგან, მე მისი გართულებას იმდენი გართულება მოყვება, გაყვითლება, პერიტონიტი, გადაგვარება სიმსივნურ პროცესად. სიმსივნურ პროცესზე გამახსენდა უცებ თუ გვაქვს დრო, ჩავამატებ რომ ნავლის ბუშტის კენჭების გარდა ასევე არსებობს ნავლის ბუშტის პოლიპები, რომლებიც ეკოლოგიური კვლევის განვითარებასთან ერთად მისი დიაგნოსტიკაც გაუმჯობესდა. ეს არის ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც ნავლის ბუშტის შიგნით იზრდება ლორწოვან გარსზე, როგორც სოკო წარმოიდგინოთ შიგნით, სტით და როგორც კი 5-6 მმ-ს მიაღწევს ზომას და მეტი, ანუ მრავლობითი გაჩნდება მისი მოცილება ამ ბუშტის არის სასურველი, იმიტომ რომ თუ დადასტურდება არის ჭეშმარიტი პოლიპი, თუ რა შეიძლება იყოს ქოლესტერინული კენჭის მაგვარი სტრუქტურის მიწებება კედელზე, მაგრამ როგორც კი დასტურდება რომ ის არის სისხლომარაგება იქ შეიძლება დოპლერული ამოკლებით, ანუ სისხლომარაგება შედის იმ პოლიპში და ის მზრდარდია 6 თვეში ერთხელ წელიწადში ერთხელ იმატებს ზომაში, იმიტომ რომ გადაგვარების რისკი მაღალია და მოსაცილებელია აუცილებლად. ნავლის ბუშტის პოლიპები დიდი ზომის, ანუ სანტიმეტრამდე და მეტი და კენჭოვანი დაავადება არის ორივე ოპერაციული კუნდალობის პირდაპირი ჩვენება. დროული მიმართვიანობა ექიმთან, მანამდე თუ არ ჩამოყალიბდა კენჭები, ცხოვრების წესში შესვლა, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აქტიური ფიზიკური აქტივობა, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები თამბაქო და ჯანმრთელობა ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ვიცი რომ ეს თან გვაქვს ვიდეო ამოსახულებას ვიხსენებ. დიდი მადლობა ბატონო დავით თქვენ ამ მოკლე მოგზაურობისთვის დროში ხო თუ რამე კითხვა მე შემდგომ შეგიძლიათ რეკლამა არ გამოვიდეს კომენტარებში შეგიძლიათ ჩემი კოორდინატების დატოვება და თუ ვინმეს რამე სურვილის ექნება კითხვა პირადად შეგვიძლიათ ჩემ ნომერზე დამირეკონ და მომაკითხონ კლინიკაში და ეს შემდგომ მე კომენტარებში იქნება აფიშირებული. დიდი მადლობა პირიქით თქვენ. ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.